ქვეყანაში ფორსი მაჟორი ხალხნა, როდესაც გონია რომ სამყარო დანგრეულია, იმედი არსად ჩანს და რაღაც ჯადოსნობით წყალობით ბატონი ბიჭიკო აიქნებს თავის ჯადოსნურ ჯოხს და ყველა პრობლემა ლაგდება. ეს ჯოხი დაკარგული თუ არ აქვს ახლა თავად დასჭირდება, რადგან პრობლემები, რომელიც ბიჭიკო პაიკიძეს საგამოძიებო უწყებებთან, ან უფრო სწორედ ივანიშვილის ოცნების ახალ ხელმძღვანელებთან აქვს, საკმაოდ სერიოზულია. კაცი, რომელიც 2019 წელს ამ ვიდეოს გადაღებისას ვანში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იყო, დღეს ძებნილია. ბატონო ბიჭიკო, მე არ ვიცი როგორ გასწავლეს თქვენ ჩვენმა პედაგოგებმა ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა. არც ის ვიცი გახსოვთ თუ არა მენდელის პირველი, მეორე ან მესამე კანონი. მაგრამ ადამიანობა რომ უსწავლებია, თუ აშკაცობა რომ უსწავლებია, სიყვარული უსწავლებია, ეს ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ბიჭიკო პაიკიძემ ცხოვრებაში ქიმია, ფიზიკაზე მეტად მათემატიკა და სხვა უნარები უფრო გამოიყენა, რომელიც არ მგონია ვანის მეორე საჯარო სკოლაში ესწავლებინათ. მაგალითად, ფულის შოვნის და საჭირო ადამიანებთან დამეგობრება და ნათესავების უნარი. საიდუმლო აღარავისთვისაა, რომ პაიკიძის გავლენები დიდწილად სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დამსახურებაა, რომელიც მისი ერთ-ერთი შვილის ნათლიაა. როგორც გვეუბნებიან, როცა ლილუაშვილს ოლიგარქის კარზე ძალაუფლება ჰქონდა, ბიჭიკო პაიკიძეც ადვილად მდიდრდებოდა. სახელმწიფო ტენდერების უმეტესობას იგებდა და ბიუჯეტიდან სათავისო მილიონებსაც შეუვლობდა. ის მოქმედებდა პრინციპით: ვსაუბრობ მე, გაიგონეთ სუსის უფროსის ხმა. მაგრამ ახლა ლილუაშვილი რო სუსის უფროსი აღარ არის, იმის შემდეგ პაიკიძის პრობლემები იწყება. ბიჭიკო პაიკიძის პრობლემები ამ ეტაპზე დაახლოებით 6 მილიონ ლარადაა შეფასებული. 4 მილიონზე მეტის თაღლითურ მითვისებას მამუკა მდინარაძის სუსი დავობს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კი ამტკიცებს, რომ პაიკიძემ 1,5 მილიონზე მეტი ლარის გადასახადი არ გადაიხადა. ამ საქმეების დეტალებისგან აღარ დაგყლით. ამ დღეებში პაიკიძის მიერ ფულის შოვნის ოფიციალურ სქემაზე ბევრს მოისმენდით. მე დავიწყებ ამბით, რომელიც არც ერთ მიმდინარე საქმეში არ წერია. კორუფციის მკვლევარმა ბესოდონაძემ გითხრა, რომ ბიჭიკო პაიკიძეს ფულთან პრობლემები ლილუაშვილის სუსის უფროსობის დროსაც ჰქონდა. დონაძის ინფორმაციით პაიკიძე ლილუაშვილის მოლარე და შავი ფულის ამკრები იყო. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ის აგროვებდა ეგრეთ წოდებულ ადკატებს და ადრესატამდე მიქონდა. მაგრამ დონაძის ინფორმაციით ერთხელ პაიკიძემ 3 მილიონი დოლარი დაკარგა. ეს იყო ერთ-ერთი ობიექტიდან, რომელ ობიექტზეც ბეტონის საფარის ნაცვლად დააგეს ასფალტის საფარი, იმ ობიექტიდან წაღებული თანხა, რომელიც უნდა გაინაწილებინა შემდგომ სხვადასხვა მფარველებზე. პაიკიძეს ჰქონდა ეს თანხა, კი, ესე ამბობს ინფორმირებული წყალო და ეს თანხა მან დაკარგა. დაკარგა რა, უბრალოდ მოპარეს, როგორც თვითონ იძახის. სახლიდან. და ეს არ არის პოლიციაში გაცხადებული. იმიტომ რომ ხა 3 მილიონი დოლარი სახში რო ქეშად გიდევს, რაღაც ამას ახსნა უნდა კონდეს, ხო, ამ ფულის წარმომავლობას, ანუ ყველა ფულს აქვს წარმომავლობა, ანუ ფული ჰაერიდან ხო არ მოდის. ეს იცოდა ლილუაშვილიც კი და ასე ვთქვათ, იატაკქვე შეძებდნენ ამ თანხას. გამოძიების პროცესში სავარაუდოდ კიდევ ბევრი ფაქტი გახდება ცნობილი, რადგან ალბათ თქვენთვისაც ძნელი დასაჯერებელია, რომ ლილუაშვილის ნათელმირონმა პაიკიძემ ფული მხოლოდ ერთი კონკრეტული ტენდერით იშოვა. ამ ეტაპზე სუსი მხოლოდ ერთი ხელშეკრულებითაა დაინტერესებული. ქუთაისი ალპანა მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ონის მუნიციპალიტეტში ნაპირდამცავი ქვაყრილების მოწყობა. აღმოჩენილი დარღვევა კი 4 მილიონ ლარზე მეტია. ახლა წარმოიდგინეთ, წლების განმავლობაში რამდენი ხელშეკრულება ჰქონდა პაიკიძეს გაფორმებული და რამდენი მილიონი ნაშოვნი. ძალიან ბევრ სამინისტროს პარავდა ერთი ბიჭიკო პაიკიძე მილიონობით ლარს. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ესი ადვილი არის სახელმწიფოს ფული მოპარო, ანუ ესი ადვილად ხდება ეს ყველაფერი? არა, ეს ყველაფერი იცოდა, უბრალოდ ეხლა ჩამოიღეს თაროდან ეგ საქმე, იმიტომ რომ იცოდნენ ზუსტად რაში ვინ აკეთებს ფულს და ეხლა ჯერი დადგა ბიჭიკო პაიკიძის, ხო, იმიტომ რომ მის მფარველებს მიუახლოვდნენ და მისი მფარველები არის ერთადერთი, ხა საკმაოდ დიდი ძალაუფლების მქონე მაშინდელი ლილუაშვილი, იმიტომ რომ მას ესე მარტივად ვერაფერს ვერ გაუბედავდა. მაშინ არა, მაგრამ ახლა უბედავენ. ფაქტია, მოდულიდან გამოსვლის შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილმა მთელი ძალაუფლება დაკარგა. ახლა მართვის სადავეები კობახიძემ დინარაძის ხელშია და ყოფილი თანაგუნდელების თავისუფლებითაც ისინი ვაჭრობენ. როცა სჭირდებათ ბიჭიკო პაიკიძის მსგავს ჩინოვნიკებზე დევნას იწყებენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ბატონი წასულების კორუმპირებულობაში უფრო დაარწმუნონ.
მაგრამ ობიექტურად თუ შევხედავთ, პაიკიძის საქმე პასუხისმგებლობას ბევრზე ანაწილებს. ბიჭიკო პაიკიძე ფულს იპარავდა გახარიას დროს, ღარიბაშვილის დროს და ყობახიძის დროს. იმიტომ ხელშეკრულება გაფორმდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო წკიტიშვილი და გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ქარსელაძე. ამას დროს გაფორმდა ეს ხელშეკრულება, ამის შემდეგ ღარიბაშვილი მოვიდა პრემიერ-მინისტრად, მერე ყობახიძე მოვიდა პრემიერ-მინისტრად, ქარსელაძე გახდა ინფრასტრუქტურის მინისტრი, წერეთელი გახდა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანუ სამი პრემიერ-მინისტრის დროს იპარავდა ეს ადამიანი თანხას. ყობახიძემ ეხლა ყველაფერი ერთ პრემიერ-მინისტრში აწმინდოს ხელი ეგრე არ გამოვა, მაშინ დაიკითხოს გახარიაც, წკიტიშვილი, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და თვითონაც მივიდეს დაკითხვაზე და მივიდეს ასევე წერეთელიც, ქარსელაძეც და მოყვნენ ეს ადამიანები, როგორ შეძლო ერთმა ბიჭიკო პაიკიძემ აემხელა სახელმწიფოს გაცურება და ორი მიმართულებით, ასე ვთქვათ, ფული შოვნა. ირაკლი ყობახიძეს ახლა კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის მანტია აქვს მორგებული და მსგავსი დანაშაულებისგან დისტანცირებას ცდილობს. ივანიშვილის პრემიერის კომფორტული მდგომარეობა წინამორბედის კორუმპირებულობაზე საუბარი და ყოფილებზე ეჭვების გაჩენაა. ჰქონდა საკადრო მიმართულებითაც გარკვეული ხარვეზები და ეს ყველაფერი დავალაგე. ამან მოგცა იმის საშუალება, რომ წელს ძალიან ბევრი რამ გადაგველაგებინა. მათ შორის საკადრო კუთხით მე შეგახსენებთ, რომ არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით და ამ საკადრო ცვლილებებმაც მოგცა იმის საშუალება, რომ ჩვენ გამოგვევლინა არაერთი კორუფციული შემთხვევა. ამ განცხადებაში ყობახიძე ირაკლი ქარსელაძესაც მოიაზრებს ქართულ წიაღში აღმოცენებულ ჩინოვნიკს, რომელმაც პოლიტიკური კარიერა ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დაასრულა. მდინარაძეს თუ უფლებას მისცემენ, პაიკიძის საქმე შესაძლოა მისი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლათაც გამოიყენოს, რადგან პაიკიძის კომპანიას ხელშეკრულება სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ჰქონდა გაფორმებული. ანუ პასუხისმგებელი ბიუჯეტის ფულის მიზნობრივ ხარჯვაზე ისიც იყო. ქარსელაძე და ლილუაშვილი ამ ეტაპზე საქმეში ოფიციალურად არ ჩანენ. სუსის გამოძიებამ ჯერ მხოლოდ ის დაადგინა, რომ ბიჭიკო პაიკიძის კომპანია ბიპი ტრანსი არაკეთილსინდისიერად ასრულებდა დაგისრებულ ვალდებულებას. ზედამხედველი კომპანია კი ხარვეზებს არ ხედავდა. პაიკიძეს ყალბ მიღება ჩაბარების აქტს აძლევდა, რის საფუძველზეც ის ბიუჯეტის ფულს უკანონოდ იღებდა. მოსალოდნელ პრობლემებს როგორც ჩანს ყოფილი მინისტრიც იაზრებს და საქმეზე საუბარს თავს არიდებს. არ დაუბარები ხართ გამოკითხვაზე ამ დრომდე? შექმნილი მდგომარეობის გამო ირაკლი ქარსელაძე არც ასეთი სადღეგრძელოების ხასიათზეა. ეს არასაძლეს ვაკეთებთ. ის პუძი არის და სხვანაირად არ შეგვიძლია. სხვანაირად ვერც ვაკეთებთ. პუძე ერთია, წესიერება, პროფესიონალიზმი და ქვეყნის სიყვარული. ის რასაც ჩვენ ქართულში ვსწავლობდით და მარტო საქმეში კი არა, ცხოვრებაშიც რო ასე არის. სხვანაირად რო არ ახარ, არც წარმატებული ადამიანი, არც წარმატებული ოჯახის წევრი, არც მეზობელი ჩემო ბატონო, არც ნათესავი. ეს ყველა ის ფასეულობაა, რასაც ჩვენ ასე უფრთხილდებით. ბიჭიკო პაიკიძის საქმეში კიდევ ერთი საინტერესო გარემოებაა. 4 მილიონის თაღლითური მითვისების ამბავი საგამოძიებო უწყებებს რამდენიმე დღის წინ არ გაუგიათ. ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტებს სუსში თვეების განმავლობაში სწავლობდნენ. მიმდინარე გამოძიების შესახებ იცოდა ბიჭიკო პაიკიძემაც. რა პერიოდშია იმ დროს იმყოფებოდა საქართველოში, როცა გამოძიება დაიწყო? კი. მასთან დაკავშირება არ იყო? არა, რატო ის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობდა? მას მიცემული აქვს ჩვენება ამ საქმეზე? ხას ვერაფერს ვერ გეტყვით. ხო და თუ ბიჭიკო პაიკიძე და მისი კომპანია გამოძიების ქვეშ იყვნენ, როგორ დატოვა მან ქვეყანა? ადვოკატის ინფორმაციით გამოძიება რამდენიმე თვის წინ, ანუ ანრი ოხანაშვილის სუსის უფროსობის დროს დაიწყო. სავარაუდოდ გაზაფხულზე პაიკიძის კომპანიიდან ფინანსური დოკუმენტაცია უკვე გატანილი ჰქონდათ. თანამშრომლების ნაწილი კი დაკითხული ყავდათ. ოხანაშვილის შეცვლამდე ლილუაშვილის ნათელმირონმა უკვე იცოდა, რომ მინიმუმ დაკითხვებზე სიარული აქტიურად მოუწევდა. თუმცა მან ქვეყანა დატოვა. ჩდება კითხვა: როგორ გაუშვეს გამოძიების ქვეშ მყოფი კაცი საზღვარზე? სუსმა ხო არ გაუშვა უკვე პაიკიძე, იმიტომ რომ შეთანხმებულია რომ მისგან მიიღებს სასურველ ჩვენებას, რაც უნდა დაწეროს. ანუ როგორ შეძლო ბიჭიკო პაიკიძემ გადაპარვა, ანუ გადაიპარა, ანუ სუს უნდოდა რომ ბიჭიკო პაიკიძე არ წასულიყო და მას შეჩერება ვერ შეძლო, ანუ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეაჩერებენ საზღვარზე მარტივად. არ გიშვებენ და არც გიხსნიან რატო არ გიშვებენ. ხო ჩვენ ესეთი ფაქტები ბევრი ქონდა, გინდა გასვლაზე და გინდა შემოსვლაზე. შესაძლებელი არის ის, რომ იგი სუს გაურიგდეს და შემდეგ უკვე საზღვრებს იქიდან გამოაგზავნოს ჩვენება ან პირადად მისცეს ჩვენება. იმიტომ რომ
ხო ვიზე და იმ სქემაზე რა სქემაშიც იღებულობდა მონაწილეობას. ამ საქმეში საკმაოდ ბევრი დეტალია ჯერ კიდევ დაუზუსტებელი. ერთი კი ნათლად გამოიკვეთა. გაქცეული პაიკიძის ოჯახის წევრებისთვის დინარაძის სუსის დაწყებული გამოძიება პოლიტიკური შურისძიების ეჭვებს არ აჩენს. ეს გითხრა პაიკიძის და რომელიც თავად თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში მუშაობს. არანაირი ემოციური ძალა არ მაქვს ამაზე სასაუბრად. ელოდებით რომ შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს ბრალი ანუ სხვა საქმეები ეს არის ერთი ხელშეკრულება. მე ამასაც არ ველოდი ბიჭიკო პაიკიძეს კარგის მეტი არაფერი არასოდეს გაუკეთებია და ესიც აბსოლუტურად ყველამ და თქვენგანაც გამიხარდებოდა სხვა დროს სხვა ჭრილში დადებით კონტექსტში დაგესვათ ბიჭიკოს მიმართ კითხვები. მაგრამ ახლა მოცემულობა ასეთია და პოლიტიკური კარგი მოცემულობა. როგორ შეიძლება დადებით როცა აკეთებდა კაცი მაშინაც პოლიტიკურ ჭრილში გადაყავდათ ეხლა ეს მდგომარეობა გვაქვს და ისევ პოლიტიკას არის პოლიტიკური საქმე. როგორც ნახეთ, ინტერვიუს გაგრძელების საშუალება სასამართლოს მანდატურმა არ მოგვცა, მაგრამ ვფიქრობ, გასაგრძელებელიც აღარაფერი იყო. ახლა მდინარაძის მომდევნო ქმედებები უფრო საინტერესოა. სადამდე მიიყვანს ლილუაშვილის ნათელ მირონის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ვის დაუთვლის კორუფციით ნაშოვნ ფულს. დასაჭერად გამზადებული სამეულიდან ფაქტია ისევ ვერც ერთს ეხებიან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი ლილუაშვილ გომელაური ძალაუფლებას ჩაბღაუჯებული კობახიძე მდინარაძისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ.